გამარჯობათ. ნახევარი საათის განმავლობაში ერთად გავეცნობით ქართულ და უცხოურ შოუ-ბიზნესში მომხდარ სიახლეებს. ბუკა თავის მამასთან ზურა მანაგაძესთან ერთად თავის პირველ დუეტს წერს ლევან ლაზარიშვილის სტუდიაში. ეს იდეა როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მამაშვილს ერთად ეკუთვნის. ახლა კი მათ გავესაუბროთ. ეხლა მუშაობთ ლევან ლაზარიშვილის სტუდიაში, მე და მამა ვწერთ დუეტს. ეს სიმღერა ეკუთვნის მამას, ტექსტი ბატონ რევაზ ამაშუკელს. და ეს იდეა იყო ჩემიც და რა თქმა უნდა მამასიც. ეს არის ძველი სიმღერა, ამას ადრე ასრულებდა დედა და მამა. ოჯახური იდილია. და ეხლა ძალიან დიდი სურვილი მაქვს რომ მე შევასრულო და მამასთან ერთად. იდეა რომ ჩვენ დუეტი ჩაგვეწერა, სხვადასხვა კაიხანია არის. მეგობრები გთხოვენ რომ იქნებ დუეტი ჩაგეწერათ და ბევრი ვიფიქრეთ და ამდენი ფიქრის შემდეგ გავუბედეთ და გვინდა წარმოადგინოთ ჩვენი დუეტი, რომელიც ალბათ 1-2 თვე მაინც დაჭირდება მის ჩაწერას. ხო, ეხლა მიმდინარეობს ფონოგრამის არანჟირებაზე მუშაობა და ძალიან მალე მკვირდებია რომ დამთავრდებოდ და იმედია მალევე ჩავწერ. დავიწყო. კიდე სიახლე ის არის რომ დავამთავრე ახალ სიმღერაზე მუშაობა. სტუდია ორფეში ჩავწერე ახალი სიმღერა გიგა კვენეტაძემ დამიწერა და მაჩუკა და მე მგონი კარგი გამოვიდა სახელწოდება, მისი სახელწოდებაა დრო. მაქვს სურვილი რომ რაღაც მამაშვილის დიალოგის სახით ჩავწეროთ ეს დუეტი. ვფიქრობ, ჯერ ვაკეთებ ოღონდ იმ სიმღერას, არ დასრულებულა. ხო, რაც შეეხება დღევანდელ ამ თემას, რომელსაც უკვე ბატონი ბორიკო შხიანი პატარა ამთავრებს უკვე ფონოგრამას, მე მგონი რომ კარგი გამოვა რა ეს სიმღერა დასრულებულია. ერთადერთი ჩვენი ვოკალის პრობლემა არის, რომელსაც ალბათ მოკლა მომავალში გადავჭრით. ჯგუფი მწვანე ოთახი ახალ კლიპზე მუშაობს, რომლის სახელწოდებაც ჯერჯერობით არის ყვითელი მდინარე. გადაღებები უკვე დასრულდა სტუდია ქართულ ჩანაწერებში და კლიპში მწვანე ოთახის წევრებთან ერთად ნაცნობ სახეებსაც ნახავთ. კლიპის რეჟისორია ბასა ჯანიკაშვილი. ახლა კი მოდით გადაღების პროცესს დავესწროთ. ძალიან კარგი იყო ახლა რაღაცები ვაკეთე შენ. ვაკეთებდი რა. მივხვდი რასაც აკეთებ. თავიზო კამერა. არ არის აჭკო თავის ქნება აუცილებელი. არავის, აი აქ ყოფებს, სიცოცხლე არ შეგვიძლია. მარგინა. Наша встреча была ошибкой. ეს სიმღერა შესულია მწვანე ოთახის ახალ ალბომში, რომელიც გამოვა მარტის პირველ რიცხვებში. სიმღერას ქვია ყვითელი მდინარე. ალბომის პროდიუსერი არის სტუდია ქართული ჩანაწერები, ისე როგორც ამ ვიდეოს პროდიუსერი. რეჟისორი გახლავართ მე, ოპერატორი არის სოსო ტუხაშვილი.
და მონტაჟი იქნება საბა ამელეჯიბი, ალბათ ერთ კვირაში უკვე ეს ვიდეო მზად იქნება. Basta შეგიშალა. ჩიცხობ თები აქვს და მე. გაია, გაია. კამერის გარდა არავინ არ არის ამ ოთახში. არ შევიდი რა. Tato გატყვებასა. მარტო ვიყავ რომ მე რომ მესაყო. რა? ის არ არის ეგეთი. ხო. აი ჩიტი. საერთოდ რო არც ერთი არ ვერი რა. აები დინო, თქვა ვერი ხალხ რო გა. წითელი სუჩას, მოხდა ეს ჩამოიწეშა. ეუდოვით პოლაროიდის გადაგება. ფოტოროიდის განათლება სპიშკა. ხო. ამი 2 გაიცინე. გაიცინე, ვინმე გაიცინე. 2 ჩვენს კი გამოიხედეთ. 1 ცოტა ფეროლა. ეგარი, всё. არის. ჩამოხდი. ჯგუფი თეთრი ღამეც განაგრძობს აქტიურ მოღვაწეობას და ახალი კლიპის გადაღებებზე მუშაობს. იმედია ეს კლიპიც ისეთივე ენერგიული იქნება, როგორც მისი წინამორბედი. ვერ გავიგე რა ხდება ხეს მე მინდა წავიკითხო ის ძველი ფურცლები არ მინდა უაზროს დაწერილი გულები არ მესე ოჩა ავიდა ორი გამომეცა ეს სტავგადრე მაგრა იფარე აი მოდი მე ჩემს კიბილს საფუძველზე დამასაუზერ ჩემი კოპის ტიპი ჩემი წემლია ჩემი ლათმები არასდროს ჩერდება ეს არის რიგით მეორე კლიპი, ოღონდ უკვე ჩვენი დუეტი უკვე გავაკეთეთ ეჟასთან ერთი, რომელიც წარმატებულად მიდის დღესდღეობით პირველ სტერეოზე და მაესტროს ეთერში. ვიცი, ალბათ მეორე კლიპი არის ესპანური ვარიანტი, მუსიკა, ქართული რეპით. ამ კლიპს რო დავამთავრებ, დავიწყებთ მე ალბომზე მუშაობას. და სადღაც მარტის თვეში ალბომის გამოვა ჩვენი. მინდა უაზროს დაწერილი გულები, ძლებიანი გულები და ისე პირილი შემოდგომის პოტრები სადღაც მიყრილი